ჩვენ ახლა რასაც ვაკვირდებით, ეს არის რეგრესი პროგრესის ნაცვლად, დემოკრატიის ჩანაცვლება ავტოკრატიით, მტრად შერაცხული ნამდვილი მეგობარი და მტერი, რომელიც ივანიშვილის ოცნებას გულში იხუტებს. საქართველოს ისტორიაში პირველად ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც შეფარვით კი არა ღიად ამბობს, რომ რუსია, რომ პუტინის ომის დანაშაულები უნდა გაამართლოს, რომ ევროკავშირთან დაახლოება კი არა, მშვიდობის კავშირთან სქელი კედლების მშენებლობა სურს. რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის გუნდი უკვე იმ კონდიციამდე მივიდა, რომ ევროკავშირზე დადებითი განცხადების გაკეთებას უბთხის. ახლა პარლამენტში ივანიშვილის დეპუტატებთან ჩაწერილი ინტერვიუების მეორე ნაწილს გთავაზობთ, როგორც დაგვირდით, სადაც ისინი ისევ უსირცხვილოდ ცდილობენ მანიპულაციებს სენსიტიური თემებით. რა სიკეთეები მოხდა ევროკავშირთან? სიკეთეები, ევროკავშირის სიკეთეები, ასეთი რთული გასაზრდელი. ასოცირების ხელშეკრულება, კაცო. რომელსაც შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს. რატო ყველაფერი გინდათ სიგლახეზე მოედო? რატო ემუქრება საფრთხე? ვინ თქვა თავისუფალ ვაჭრობაზე, რომ ემას საფრთხე ემუქრება? ეგ არის თქვენი მოგონილი ყველაფერი. სიკეთეები მითხრა. თავისუფალ ვაჭრობაზე. და სიკეთეები აქვს. არა, კითხვა დასვი, ჩემი პირველი კითხვაა. არა, კითხვა დასვი, რომ შეიძლება თავისუფალ ვიზა ლიბერალიზაციას ვაჭრობაში საფრთხე ემუქრებოდეს და რომ ვიცოდეთ ისე, რომ იმპორტი ევროკავშირიდან საქართველოში შარშად იყო დაახლოებით 4 მილიარდი ევრო. ანუ სარგებელი გვაქვს ევროკავშირს. სარგებელი ევროკავშირს აქვს. ჩვენგან რომ ჩვენ არ გვაქვს ამას რატო ხო და მნიშვნელოვანი ამაზე რატომ გიჭირთ საუბარი ჩვენაც სარგებელი გვაქვს. უეცრად ევროკავშირი მტერი რატომ გახდა? ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა ეს ყველაფერი და უეცრად მტერი როგორ გახდა? ამ სიკეთეების მომტანი მშვიდობის კავშირი. თქვენი ინტერვიუ გინდათ რომ შექმნათ თუ მეგამომართვათ ინტერვიუ. კითხვებზე მიპასუხეთ. კითხვაზე რო გიპასუხოთ, უნდა დადუმდეთ და დამაცადოთ, ხო? თქვენც ეს გინდათ რომ დაგვადუმოთ, მაგრამ არ გამოვა. კითხვებზე პასუხის გაცემა არ შეგიძლიათ. გამარჯობა, შეიძლება კითხოთ ევროკავშირის სიკეთეები, რაც საქართველოს მიიღო, თუ შეგიძლიათ ჩამომითვალოთ. ბევრი სიკეთეები მიიღო და გვექნება კიდევ. ხო, აი რა სიკეთეები, ბევრიდან ერთი მაინც გაიხსენეთ. ყველაფერი ვიზა ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ყველაფერი. და ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის საფრთხეზე რას მეტყვით თქვენი ნაბიჯების გამო? მე მირჩევნია რომ ერთად ჩავეწერო. ერთი სიკეთე დავისახელთ, რომელიც ევროკავშირთან პარტნიორობით მოვიდა. რომ ერთად ჩავეწერო. ცალკე არ ვეწერები. ეს რაღაც საგამოძიებო რეპორტაჟი არ მომზადეთ. პრობლემა არ არის, შეგიძლიათ დადგეთ იქ და კითხოთ სხვა ტელევიზიებთან ერთად. იქიდან გამომდინარე არ ვეწერები სხვა ტელევიზიას ცალკე რომ მე მარტივად ჭრით ხოლმე. ხო, აი რა უნდა დავამონტაჟო, ხო სიკეთეზე გელაპარაკებით. პროვოკაციული კითხვა ხომ არ არის? ერთი სიკეთე მაინც რომ გაიხსენოთ, რაც ევროკავშირთან პარტნიორობით მივიღეთ. საქართველოს ვიზა ლიბერალიზაცია. სიკეთე ერთ-ერთი, რომელიც ევროკავშირისგან გვერგო და რომელსაც საფრთხე ემუქრება. რას ფიქრობთ საფრთხეებზე? რატომ ვართ ახლა ამ საფრთხის წინაშე? გიპასუხეთ უკვე კითხვაზე, მადლობა. შეიძლება თქვენც კითხოთ ერთი ფაქტი, ერთი მოვლენა, რომელიც ევროკავშირთან პარტნიორობით მივიღეთ სიკეთეები. უიზო მიმოსვლა ევროპასთან ჩვენ დროს გაკეთდა. თავისუფალი ვაჭრობა ჩვენ დროს გაკეთდა. სტატუსთან დაკავშირებით გახსოვს პერიპეტიები და ღირსეულად გავიტანეთ რაც ქართულ ხალხს უნდოდა და გავედით ბოლოში. ევროკავშირიდან გვეუბნებიან რომ ვიზა ლიბერალიზაციას გაგეუქმებთო თუო იმის გამჭვირვალობის და მეორე ოჯახური ღირებულებების კანონს არ გაუქმებთ. კითხვა არ გებადება, კაცო, ოჯახური ღირებულებების კანონი რა წერია? ხო იცი შინაარსი? ეს არის რომ ერთსქესიანთა ქორწილი აკრძალულია, არ დაუშვით, შვილად აყვანა ასეთი ოჯახების მხრიდან, სქესის გადაკეთებას. კითხვა არ გებადება? რატო გთხოვენ? რა შუაში ერთი მეორესთან? ჩვენგან მოითხოვენ ადამიანის უფლებების დაცვას, დიალოგს არასამთავრობო სექტორთან და ოპოზიციასთან. ხო, ასეა. ანუ დავაზუსტო, შეიძლება? გამოძიებების შედეგი რომ არ არის, ეს ხომ ანტიდემოკრატიული მიდგომა. ანუ დავაზუსტო? დააზუსტეთ, თუნდაც ჩემს ანუ თქვენ მეუბნებით ეხლა თქვენ რიგითი ჟურნალისტი ფორმულას მეუბნებით რომ ჩვენ ვიზა ლიბერალიზაცია რო შეგვინარჩუნოთ, ამიტომ უნდა მიცეთ გეებს ქორწინების საშუალება ჩვენს ქვეყანაში. ეს უკვე თქვენი მანიპულაცია, არავინ არ გთხოვს. ეს არის თქვენი მანიპულაციური მიდგომა. ევროკავშირის უამრავ წევრ ქვეყანაში დაუშვებელია ერთსქესიანთა ქორწინება. როგორ საბერძნეთში ვაიძული საბერძნეთში არის. რატო ძალიან ბევრი საზოგადოება პოლონეთში არ არის. შენ გონია რომ ბედნიერები არიან ბერძნები რომ ეს
ბრძოლას აქვთ ახლა ერთკეციანთა ქორწილი? ბერძნების გადასაწყვეტია თქვენ არა, ხო და დააძალა. ესე იგი არ გწოდნეთ, კი დააძალეს. მე იქ ვიყავი. დემოკრატიაზე ამბობთ უარს. არც ერთი შემთხვევა პოლიციელების ძალის გადამეტება და აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებზე თავდასხმა არ არის გამოძიებული. ლიდერების უმეტესობა ციხეშია, ბიჭებს დანაშაულს ვერ უმტკიცებენ აბსურდული ბრალდებები, შეთითხნელი ბრალდებები, ვიხილეთ ჩვენ ეს დადასტურდა სასამართლოს ხდომებზე. ეს თქვენი აზრით დემოკრატიაა? ხო. თქვენი აზრით იმას პარლამენტს ეცხლით ჩვენ წავიდეთ? თქვენი აზრით მე მოლოტოვის კოქტეილს ვისხმობდი, როცა სპეცრაზმელი დამესხა. არა, ეს დანაშაულია და ეს უნდა გამოძიებული იყოს და ამაზე ჩვენ თქვით კომენტარი. მაგრამ მოლოტოვის კოქტეილი რო ისროლის შენი აზრით ჰარში ისე გახსნა? მე იგივე მიკროფონი მეჭირა, მოლოტოვის კოქტეილი არ მეჭირა. ვიღაცამ ხო ისროლა თქო, კაცო. და ამიტომ მე უნდა დამარტყა სპეცრაზმელმა. არა, შენ ნაწილში ჩემზე თავდამსხმელზე. არა, მიდის გეტყვით როგორ მიდის გამოძიება? ეგ არ ვიცი ხა მე არ ვარ პარლამენტმა, თბილისის მერიამ, სუსმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამაში მე არ ვარ კომპეტენტური. რაც არ მოგწონთ არ ახართ კომპეტენტური. ასე არ მოწონს კი არა, ჩემი თემა არ არის, არ ვიცი ინფორმაცია. მოქალაქე ხო ხარ, დეპუტატი ხარ და პასუხისმგებლობას გუნზე იღებ. ნახე, გადახვედი ამ თემას, რაც არ მოგეწონა ჩემი პასუხი. უცხება ამბობს, რომ ჩემზე თავდასხმის დროს ყველა კამერა, სათვალთვალო კამერა გაითიშა. მე ჩანაწერები მჭირდებოდა, რომ მენახა სპეცრაზმელი სადგადის რომელ დანაყოფს უერთდება და ხომ არ იხსნის მაგ თემასთან დაკავშირებით ოთხივე უწყებამ რო თქვა სათვალთვალო კამერები გაფუჭდა, რო გავასწრაფავს და ეს სპეცრაზმელი მე არ ვიცი ეს თემა და მე რა ვიცი იმას შედეგები რატომ არ არის ბატონო ვერეკლე ხო ხდებით რომ ძალიან მოიკოჭლეთ არგუმენტებში რომ მოიკოჭლეთ როცა მოიკოჭლეთ არგუმენტებში ყოველთვის ზურგს მართებდა გარკვეულ არა საქართველოს კარგი ეხლა მოწმებას ადგილზელები არ გვინდა რა ეს უფრაზე ხო და ეს არის თქვენთვის თქვენაირებისთვის ქართული ღირებულებები ეს არის მარტო ისა სადღეგრძელოები ამიტომაც ხარ სადაც შენ ხარ და მე იქ ვარ სადაც უნდა ვიყავ მადლობა მეც რომ თქვენთან ერთად არ ვარ არგუმენტები როცა არ გაქვთ მაშინ ყოველთვის კარგი როცა კითხვაზე პასუხი არ გაქვთ მე სადღეგრძელოები იწყება საზოგადოება თქვენგან არგუმენტებს ითხოვს და არა სადღეგრძელოებს სადღეგრძელოების უფრაზე ვიზო მიმოსვლა როსაც ვკარგავთ რატო კარგავთ შეგომის საფრთხეა თქვენი ნაბიჯების გამო სულ არის კაცო შანტაჟი შანტაჟებს ვინც ისეთ პირობებს გვიყენებს ვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით რომელსაც არაფერი კავშირი ვიზო მიმოსვლასთან არ აქვს ადამიანის უფლებების დაცვა შანტაჟია დაცვა არც ერთ რეკომენდაციას არ ასრულებთ, რომელსაც ევროკომისია გვიწესებს და რანაირად გინდათ ევროკავშირის წევრობა. 8 რეკომენდაცია, რომელიც მოგცა ევროკომისიამ ჯერ კიდევ დეკემბერში, 8-ვე მეტნაკლებად არის შესრულებული. რაც შეეხება ადამიანის უფლების დაცვის იმ ნაწილს, რომელიც ეხება პოლიტპატიმრების მათ შორის პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა ციხეში ეს რეკომენდაციების შესრულებაა. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არის. 9-თვე გავიდა ჟურნალისტებზე და მშვიდობიან მომიტინგეებზე პოლიციების თავდასხმების შემდეგ და არც ერთი ფაქტი არ გამოძიებულა. ეს ხომ სისტემური მიდგომაა? ეს დემოკრატიაა? როცა ევროკომისია ეს ევროპული ღირებულებებია? და გვალდებულოს შევცვალოთ ის კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ უნდა მიგვეღო. ადამიანები რომ დასახიჩნენ ეს გამოძიებული არ უნდა იყოს? კი, რა თქმა უნდა. და რატომ არ არის გამოძიებული? არც ერთი პოლიციელი არ არის დაკავებული. ნახეთ, პოლიციელების დაკავება იქნება იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მათი მხრიდან უფლებების დარღვევა. თქვენ არ გინახავთ? ჩემ შემთხვევაში თქვენი მოქალაქეობის შეფასება რა არის? არ დაირღვა ჩემი უფლებები? ეს თავდასხმა იყო თუ არა? თქვენ უფლებები დაირღვა და თქვენ რომცა ყოფილიყავით ჟურნალისტი და ყოფილიყავით მოქალაქე, პოლიციელი ასე არ უნდა მოქცეულიყო. თუ რამეს ვაშალებდი, განყოფილებაში უნდა წავიყვანე. თქო, პირდაპირ ეთერში რამის ვერ რატომ არ ისჭირდა? დავალოთ გამოძიებას. სხვა რა კი ჩემ გაპასუხოთ გარდა იმისა, რომ დავალოთ გამოძიება მიცი რამ პასუხა? მე არის ხო თქვენ ხონდა დიხართ კი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სუსმა, თბილისის მერიამ, საქართველოს პარლამენტმა განაცხადეს, რომ ჩემზე თავდასხმის მომენტში ყველა სათვალთვალო კამერა გაითიშა. მე მაინტერესებდა სპეცრაზმელი, რომელსაც იმ მომენტში ნიღაბი ეკეთა, სად გაიქცა, რომელ დანაყოფს შეუერთდა, იქნებ მე ნიღაბი მოიხსნა, მისი ამოცნობა ამით შესაძლებელი ყოფილიყო. თქვენ გჯერათ, რომ 4-ვე უწყების კუთვნილი სათვალთვალო კამერები რუსთაველის გამზირზე ერთდროულად გაფუჭდა და გაითიშა. ის დაუშლელი არ დარჩება. და გჯერათ, რომ 4-ვე უწყების კამერები, სათვალთვალო კამერები გაითიშა მაშინ, როცა ჩემზე თავდასხმა მოხდა. არ ვიცი. მე ხო არ ვიცი რა გითხრეს არა. მე ვიცი ერთი ეს წერია ქვეყანაში დაუსჯელი არ უნდა დარჩეს არავინ, ვინც დაარღვეს კანონს, ნებისმიერი პროფესიის, თანამდებობის თუ პრივილეგიის მიუხედავად. კარგით.
დაველოდოთ გამოძიებას.